განცდა, რომ შესაძლოა სრული სიმკაცრით არ დაისაჯოს 34 წლის მამაკაცი, რომლის ავტომობილის შეჯახების შედეგად 3 წლის ბავშვი და მისი დედა დაიღუპა გორში. როდესაც თავდაპირველად დაიწყო გამოძიება, 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა შესაძლოა პროკურატურამ ეს ბრალი გადააკვალიფიციროს. ჩვენი ინფორმაციით დღის ბოლომდე წარუდგენენ დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ მამაკაც ბრალს და ოჯახი ითხოვს მისთვის უვადო პატიმრობას, რადგან ამბობენ და ყვებიან, რომ საჭეს მართავდა ის ნასვამ მდგომარეობაში, მიიმალა, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არ დაეხმარა დაშავებულ ქალს და 3 წლის ბავშვს. ისინი თვლიან, რომ სწორედ ასეთი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს 34 წლის მამაკაცი. ჩვენ ვცადეთ დაკავებულის ოჯახის წევრებთანაც კომუნიკაცია, დაკავებულიც ბიზნესმენია, მისი ოჯახის წევრები სხვადასხვა ბიზნესს ფლობენ, თუმცა არც ერთ მათგანს ჩვენთან კომუნიკაციის სურვილი არ ჰქონია. დღეს რამდენიმე საათის წინ გავცელდა ასევე ვიდეო კადრები, რომელიც აღწერს თუ რა ხდებოდა გორში ჭავჭავაძის გამზირზე, რამდენიმე წამით ადრე, მანამ სანამ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდებოდა, რა სიჩქარით გადაადგილდებოდნენ სხვა ავტომობილები და როგორი სიჩქარით მოძრაობდა სავარაუდოდ დაკავებული მამაკაცი, რომლის შეჯახების შედეგადაც 3 წლის ბავშვი და მისი დედა გარდაიცვალა. ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ 34 წლის მამაკაცი მომხდარამდე 3 დღით ადრე ასევე იყო დაჯარიმებული 3ჯერ, 16 წუთის განმავლობაში მან 3ჯერ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, 3-ვე ჯერზე ის დააჯარიმეს სიჩქარის გადამეტების გამო. 15 წელი რა, ქურდებს აძლევენ, 7-ზე დაუწესდა, 2 ადამიანი მოკლა და 7 წელიდან და მე გაუნახევრები და 3 წელიწადში გარეთ გამოვიდეს. ოჯახი გონია, წელზე მეც არ გაატარებინე ვეში და შეზღუდული ოჯახია და რა თქმა უნდა. ამოხი რომელიც დაიწყეს ძიება შეუძლებელია, ყველა გამოახდინა და სატრანსპორტო წესების დარღვევის მუხლიათ მიყენებული. პირობითი ქონდა. მთვარი იყო, დასავლდა მიატოვა. დედაში აყინა მანქანა, მე უკან დაძრა. უკან აღარ დაეძრა, იქ ცოცხალები გადაჭრილი იყო. და გაიქცა ადგილიდან. ბედოებაში მიატოვა. და კიდევ ქვეყანა მოხლებია, რემსის გამოც მაგას უვადო ეკუთვნის. და არა 2-დან 7 წლამდე. ჩვენ ამას არ შევეგუებით, ეგ არის გამოვიწყული. გორის ცენტრში ავტომობილის გზაზე გადამსვლელ ქალს და ბავშვს დაეჯახა. ქალის და ბავშვის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ და ახლა დაკავებული მამაკაცი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. მას დღის ბოლომდე წარუდგენენ ბრალს და შესაძლებელია სასამართლო პროცესი ან დღეს იყოს, ან ხვალ. ოჯახი, როგორც გითხარით, სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს.